21-25 ოქტომბერს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი სინედოკ თბილისი უკვე მესამედ გაიმართება. პრესკონფერენცია თემაზე კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა. ღონისძიებას კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური უძღვებოდნენ. ღონისძიებას დაესწრნენ ცნობილი რეჟისორები, ოსკარზე ნომინირებული შვეიცარელი რეჟისორი ქრისტიან ფრეი და ნიკოლა ბელუჩი, ასევე ფესტივალის სხვა წევრები. სინედოკ თბილისი კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება. წლიდან წლამდე ფესტივალის პროგრამა სულ უფრო საინტერესო, სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. მიხარია, რომ წელს ახალი სექცია შეემატა ფესტივალს, სტუმარი ქვეყანა და ეს პირველი სტუმარი ქვეყანა იქნება ისრაელი. უნდა აღვნიშნო, რომ ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით არაერთი კულტურული ღონისძიება ტარდება ჩვენს ქვეყანაში და დიდ მადლობას ვუხდი მათ ასეთი ინტენსიური თანამშრომლობისთვის. ეს არის უდიდესი შანსი ჩვენი როგორც ქართული დოკუმენტალისტებისთვის, ისევე მაყურებლისთვის, რომ გაეცნონ სხვა ქვეყნის პროდუქციას უფრო ახლოს და გარდა ამისა გავეცნოთ იმ სიახლეებს და კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ. ეს არის ძალიან გამორჩეული პროგრამა, რომელსაც ქალების მიერ გადაღებული ფილმები იქნება და ქალების თემაზე და ასევე არის სტუმარი ქვეყანა ისრაელი, სადაც იქნება 5 ფილმი ნახშენები და ყავს ძალიან საინტერესო დელეგაცია ისრაელიდან. ეს არის ერთადერთი დოკუმენტური ფილმების ფესტივალი. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ რეგიონში უამრავი რამ ხდება, პოლიტიკური, სოციალური ძრები არის, ნიჭიერი ადამიანები არიან, ეს ყველაფერი უნდა იყოს აღმოჩენილი დოკუმენტურ კინოში.